ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი უკვე აისახა საქართველოს ტურიზმზე, ჯავშნების გაუქმება და გადავადება ფიქსირდება, როგორც სტუმართმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ყველაზე მეტად მიმდინარე მოვლენებმა ზამთრის კურორტები დააზიანა, რადგან მილევადი სეზონის ფონზე ამ შემთხვევაში ჯავშნების გადავადება ნაკლებად ხდება, როგორც ტურიზმის დარგის წარმომადგენლები ამბობენ, გარდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა ჯავშნების გაუქმება ფიქსირდება აზიის ქვეყნებიდანაც. როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთის ომი უშუალოდ სარესტორნო ბიზნესზე და ფიქსირდება თუ არა კვების ობიექტების დატვირთულობის კლება სტუმართან, რესტორატორთან, რესტორან ჩვენის დამფუძნებელთან გურამ ბაღდოშულთან ერთად ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. მოგესალმებით გურამ, დიდი მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობა, მადლობა დიდი მადლობა რომ ამ საკითხს განვიხილავთ. პირველს ყოვლისა მინდა მივსამძიმრო სრულიად საქართველოს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს ესეთი მნიშვნელოვანი პიროვნების დაკარგვა ჩვენ პატრიარქის სამძიმე სიტუაცია არის ახლა შინაგანი განწყობაზე არის ლაპარაკი და სამყაროში ესე არის ყველაფერი ერთმანეთს მოაწვა. დიახ, გურამ, როგორც ვისაუბრეთ შესავალში, თავად აი მაგალითად განთავსების ობიექტები, ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები ამბობენ, რომ მიმდინარე ომის ფონზე ჯავშნები აქტიურად გაუქმდა, მათ შორის ზამთრის კურორტებზე, გუდაურში, ასევე თბილისშიც ფიქსირდება ჯავშნების გაუქმება, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები თუ ის აზიის ქვეყნები, რომლებიც მაგალითად ტრანზიტად იყენებდნენ ჩვენთან ჩამოსასვლელად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. საინტერესო არის სარესტორნო ბიზნესზე, მათ შორის თქვენი კვების ობიექტებზე რამდენად აისახება ეს ვითარება და არის თუ არა ნაკადის შემცირება მსგავსი ქვეყნებიდან? რა თქმა უნდა, მაგას ახლა ორი აზრი არა აქვს, როცა ახლო სახელმწიფოებში ხდება ასეთი მძიმე ვითარება, როგორც ომი, ბერკეტს უქმნის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას და ჩვენ ვართ გამონაკლისი ამ შემთხვევაში. რომ ძირითადად სპარსეთის ყურეს ქვეყნები, ყველა ემირები, ემირატების სხვადასხვა სახელმწიფოები, ხო? სამეფოები ძირითადად დატვირთული არის მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისგან, რომლებიც 12 თვის განმავლობაში სხვადასხვა სეზონში თავის შევებულებაზე მოფრინავდნენ. ფიზიკურად ვიცით, რომ ეს ქვეყნები დაბლოკილი არის, აეროპორტები, ფრენები, ასევე არ არის მარტო ჩინელი, ინდოელი და არაბი ქვეყნები დაბლოკილი, აქ იბლოკება ავტომატურად ევროპის ქვეყნებიდან თუ არიან ადამიანები, რომელიც არ რისკავენ, რომლებსაც ეშინიათ. ჩვეულებრივად მიტინგი რო არის ქვეყანაში, მაგის ეშინიათ წარმოიდგინე და ეხლა რაღაც 1000 რაღაც კილომეტრში, სადაც ბალისტიკური ბომბები დაფრინავენ გიჟივით, თავისთავად აშინებს ხო ადამიანებს და ამცირებს ტურისტულ ნაკადს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ სამთხილამურო კურორტები ჩაწვა ამ ვითარებიდან გამომდინარე. ქალაქშიც ვხედავთ, რომ ბევრად ნაკლები უცხოელი მოძრაობს, ჩავთვალეთ ჩრდილო მეზობლების ტურიზმს. ან იმათ, ვინც რომლებიც ექსპატები არიან და ჩამოსულები არიან საქართველოში. ასევე ეს ახალი კანონებით ცოტა იმაშვება, რა ქვია, აფრთხობს იმ ხალხს, რომლებიც ჩამოდის და აქ მუშაობს, ან უბრალოდ პერიოდს რაღაც X პერიოდი თავის ცხოვრების სხვადასხვა მიზეზების გამო. ან ჩვენობაში რამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ თქვენ რესტორნებზე თუ აისახება დატვირთულობის კლება, როგორც აღნიშნეთ, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები თუ სხვა მიმართულებები? კი, რა თქმა უნდა, აისახება, ახლა მე ხო არ ვარ გამონაკლისი, არა, ძირითადად უცხოელი ჩემი ტარგეტი ამერიკული შეერთებული შტატების ტურისტი იყო, ბელგია, ჰოლანდია, ანუ ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, მცირე რაოდენობა პორტუგალია, ბრაზილია, ესპანეთი. ეშინიათ ხალხს ჩამოსვლა. ეშინიათ რომ არ დაიბლოკონ, ეშინიათ რომ რამე არ მოხდეს, ვიციან რომ ისე თუ ასე ამიერკავკასიის ეს ჩვენი სამი რეგიონი, სასონხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო უშუალოდ დაკავშირებული არის ჯეიხანის, თბილისი ბახკო ჯეიხანის მილსადენთან
და ნუ ეშინიათ რომ შეიძლება რაღაცა მოხდეს. ამიტომ თბილისის სასტუმროების დატვირთვაც ასევე დაბალი არის და მთაზე უკვე ზედმეტი ელაპარაკი დარწმუნებული ვარ რომ უდაურიც ბაკურიანიც და გოდერძიც დაზიან და ეკონომიკურ თვალსაზრისით მათი შემოსავალი და მომავალი წელი ცოტა უფრო მძიმე იქნებათ, იმიტომ რომ წელს ფიზიკურად ის შემოსავალი, რომელიც ფარავს წლიურ ხარჯს, ამ ადამიანებს არ ექნება და ძალიან სამწუხარო არის ეს. მაგრამ ჩვენ პანდემია გამოვიარეთ, გადავრჩით და ვფიქრობ, რომ ახლა მომავალში მშვიდობა იქნება და ყველაფერი დაალაგდება ძალიან სწრაფად. გურამ, როგორც ვიცით, მიმდინარე მოვლენების მიღმაც განსაკუთრებით ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ზოგადად საქართველოში ტურისტების და ტურიზმის გეოგრაფია შეიცვალა და თუ კი ადრე მეტად ვიღებდით და მასპინძლობდით ევროპელ და დასავლეთის ქვეყნებს, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა ბოლო პერიოდში აზიელ და იგივე ყურის ქვეყნების ტურისტებს. ზოგადად რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისევ არის შეცვლილი ტურიზმის გეოგრაფია და ეს როგორ აისახება არესტორნო ბიზნესზე, ასევე უხსმენია მათ შორის ჰორეკა სექტორის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ვთქვათ, ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის შეიძლება ნაკლებად საინტერესო იყოს ქართული გასტროტურიზმი იქნება, ეს ღვინო თუ ასე შემდეგ. იცით რა არის, რაღაცეებში ვეთანხმები, რაღაცეებში ვერ დავეთანხმები. ახლო აღმოსავლეთის და საერთოდ აზიის, ნახეთ რა არის, ევროპელებისთვის ბრჭყალებში ჩვენ ვართ აზიელებისთვის ვართ ჩვენ ევროპელები, ხვდებით აი ამ შუალედში ვიმყოფებით. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ინდოეთის ალბათ 70% ვეგან ან არასაქონლის ხორცის მომხმარებელი არის, რაზეც მაგალითად ჩვენი ქართული სამზარეულო აბალანსებს ვით საქონელს არ ჭამს, საქონლის ხორცს ასე ვთქვათ, მიირთმევენ ბოსტნეულის ანუ ვეგანურ კერძებს, ამ ინდოელებზე მაგ ლაპარაკი და 1.5 მილიონზე მეტი წდება. მანდიდან შრომობს და დიდ 8 წელს დებს ტურიზმის ადმინისტრაცია სხვადასხვა ივენთებით და სხვადასხვა ფორუმებით იმისათვის რომ მოვიზიდოთ ჩვენ იქიდანაც, ანუ ეს არ არის რომ მოდი აი ევროპა ჩავკეთოთ და აზიიდან უნდა შემოვიყვანოთ, ან ჩინეთიდან უნდა შემოვიყვანოთ, ან არაბეთის ქვეყნებიდან. არა, ასევე იმ თვალსაზრისით რომ მუსლიმანური სამყაროს სტუმარი მეტნაკლებად მიირთმევს ალკოჰოლურ სასმელებს, ანუ ღვინო უკვე გამორიცხული არის და ის ღორის ხორცის კერძები და სადაც ღორის ხორცი არის, იქ ასე ვთქვათ, შეზღუდვა არის კერძებზე და მაინც ვეგანურ მიმართულებას იღებენ. ევროპელი კლიენტი, ევროპელი სტუმარი, მოდი ასე ვთქვათ, იცით რა არის, უფრო ბევრი იყო, როცა აი ეს არასამთავრობო ბევრი დაწესებულება იყო საქართველოში. მათი სანაცვლო მათი მეგობრები, მათი ბიზნეს პარტნიორები, სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები. იცით რა არის, თემსოფლიოში არის ტურიზმი არეული, იცით, ვერ ვიტყვით, რომ აი მარტო ჩვენ გვაზარალებს და ჩვენ გვარტყავს. ჩვენ ამას უფრო მტკივნეულად აღვიქვავთ, იმიტომ რომ არა ვართ ჩვენ არც პორტუგალია, არც საბერძნეთი და კვიპროსი ხვდებით, იმიტომ რომ ისინი უკვე ბევრი წლები არის ტურიზმზე ორიენტირებულები არიან და იქ უკვე ბუნებრივი ნაკადი არის სტუმრის. და მათი მასპინძლობაც, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად უკვე ბევრად დახვეწილი არის იმ თვალსაზრისით, რომ სტაბილურად შეუძლიან ისეთი კერძები შექმნან თავისი გასტრონომიისგან გამომდინარე, რომ ფასების წვალება არ იყოს. ჩვენ ძირითადად მაინც აი ეს იმპორტულ პროდუქტ ბაზარზე რო ვართ დამოკიდებულები და ვიცი რომ განიხილავენ, მაგრამ როგორ გადაწყდება და როგორ დასრულდება ეგ ისტორია ფასებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეხლა პირიქით უფრო გაძვირდება, იმიტომ რომ ნავთობი გაძვირდება, დაიკეტება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საგზაო ოკეანის სატვირთო გემები და პროდუქტის და სხვადასხვა მასალის ფასიც გაიზრდება. არ ვიცი, იცით რა არის, რომ მოვლენებს უნდა დაველოდოთ და ვიმედოვნოთ და ვილოცოთ იმისათვის, რომ მორჩეს ეს ასწრაფოდ, დასრულდეს ეს
არეულობა რუსეთ-უკრაინის შუაში და ისრაელ, ამერიკა, ირანის ეს პრობლემა, რომელიც ძალიან ავნებს არა მარტო საქართველოს, თელს მსოფლიო ეკონომიკაზე. ფასებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, ბოლო პერიოდში არის საუბარი იგივე რომ მაგალითად ხორცი შეიძლება კიდევ გაძვირდეს, სწორედ მიმდინარე მოვლენების ფონზე თავად კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ასე საწვავი ვიცით რომ მკვეთრად გაძვირდა ნავთობის ფასების ზრდის ფონზე. თქვენ სარესტორნო ბიზნესში თუ ველოდებით რომ ან თუ გაგიძვირდათ შესაწყილი პროდუქცია და თუ ველოდებით რომ მაგალითად მენიუს ფასების გადახედვა მოგიწევთ, თქო ინფლაციის მდგომარეობა როგორი არის კვების ობიექტებში საინტერესოა. იცით რა, ალბათ ბოლო 2 წელი, 3 წელი ფიზიკურად ვერ ვეხებით ჩვენ ფასებს, იმიტომ რომ ფასები ისედაც ცოტა ტრადიციულად ვიტყვით, ცეცხლის ფასი უკიდია. კერძებს რთული არის, იცით, ქვეყნის ეკონომიკიდან გამომდინარე, ადამიანების ოჯახების ბიუჯეტიდან გამომდინარე, კიდე გაძვირება, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს უფრო დიდ კრიზისს სარესტორნო ბიზნესში. სახელმწიფო ფონდსაც აზიანებს, იმიტომ რომ ზრდის ყველა მხრივ ხო ადამიანის ყოველდღიური რესურსი ვერ ფარავს იმ ხარჯებსა და ასე ვთქვათ და ახლა ჩვენ რესტორნებში კიდე გავაძვიროთ, იმიტომ რომ ვალდებულები ვიყოთ, ვფიქრობ რომ მაინც ახლა შემცირებები წავა კერძების გადახედვა, ასე ვთქვათ, ფუდ კოსტების თვითღირებულების და მოვძებნით ალბათ სხვა გზას. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ჩვენ უბრალოდ ლოკალური და მარტივი პროდუქტებიდან შევქმნათ სხვა კერძები. ხორცს რაც ეხება, ხორცის ფასი გაიზრდება, რომელიც იმპორტირებული არის, იმიტომ რომ ძირითადად მთელი ეკონომიკა და მთელი სოფლის მეურნეობის დარგი დამოკიდებული არის ტრანსპორტზე, საწვავზე და მარცვლეულზე. თუ ვერ დაითესა ტრაქტორი თუ დავშვათ ჰექტარზე ჭირდება, ვთქვათ, 20 ლიტრა დიზელი ძალიან კამ შემთხვევაში თუ რაც არის საწვავი რომ მოიხნას ესეთჯერად ხო არა, იმას იქნება ჭირდება მოხვნა, გერბიციდები, სხვადასხვა პროდუქტების შეტანა, სასუქის შეტანა, გადახვნა კომბაინი, დახვნა, ეს ყველაფერი დამოკიდებული არის, ასე ვთქვათ, ამ სამოძრაობელ დარგზე და თავისთავად გააძვირებს ლოკალურ პროდუქტის, ლოკალურ ხორცის პროდუქტსაც, იმიტომ რომ მოტივა იქნება თუ მოხვნა, მოტესვა იქნება და მისი საკვები, ასე ვთქვათ, გაძვირდება. ან თქვენ ასე ვთქვათ, იმის ფუფუნება არ გაქვთ, რომ გაზარდოთ ფასები და თქვათ რა მექანიზმი იმართოთ ამ შემთხვევაში, რა შეიძლება თქვენი პასუხი იყოს გაძვირებულ პროდუქციაზე? იცით რა არის, ფუფუნებაზე უკვე დიდი ხანია ჩვენ ხელი ავიღეთ, მე ყოველ შემთხვევაში ნახე რა არის ახლა სარესტორნო ბიზნესში, ჰორეკაში იხსნება ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხი, ნიჭიერი ბიზნესმენები ცდილობენ რომ შექმნან სხვადასხვა fast food-ის, ასე ვთქვათ, მიმართულება, პრაქტიკულად ახლა შაურმის ქვეყანად ვიტყვლებით, ხვდებით. შაურმაც გაძვირდება, რაზეც არის ძირითადი მასა ყოველდღიურ ცხოვრებაში. რესტორანი ვფიქრობ, რომ შეიძლება მართლა ფუფუნება გახდეს ვიღაცებისთვის, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ჩვენ ხედავთ ყოველთვის ფასების გაძვირებას, დოლარის აწევა და ასე ვთქვათ, ფასიც ძვირდება, მაგრამ დოლარი რო იწევს დაბლა ფასი უკან პრაქტიკულად არ იწვრის, იმიტომ რომ ვალდებული არის ადამიანმა რომ შეიძინოს პროდუქტი, ამის გამყიდველი ხედავს რომ ჩვენ ვიხდით, იმიტომ რომ დამოკიდებულები ვართ მათზე და ვიმედოვნებ რომ სახელმწიფო მიიღებს უკიდურეს ზომას ამასთან დაკავშირებით და ამას უბრალოდ ასე ვთქვათ შაბლონურად არ გადახედავს ამას და გადახედავს როგორც ამ სექტორის გადარჩენის ერთ-ერთ წყაროს. რას გულისხმობთ გურამ, რა ზომა უნდა მიიღოს სახელმწიფო ამ შემთხვევაში? იცით რა არის, რომ შეხედეთ ახლა სახელმწიფო ვერაფერს ვერ იზავს, ომი თუ იქნება და ეს გაზრდის ფას, ხო? დიახ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა კურსი იწევდა და იწევს და ცვალება არის პროდუქტების, მე ფიზიკურად ჩემთვის მე მიჭირს იცით რატო გაგება რაღაცეების
ალბათ ან ჩახედული არ ვარ კარგად ამ საკითხში. უბრალოდ მე ახლა მიცნობთ თქვენ იცით რომ მე 5 დღეს თუ არა მე 10 დღეს მე ვარ ჰაერში და რომელიღაცა ქვეყანაში ვარ. იმ ქვეყანაში ბევრად მაღალი ხარისხის პროდუქტი, ბევრად უფრო დაბალი ფასიღის, ბევრად უფრო დაბალი ფასიღის, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში უფრო დაბალი ხარისხის, ანუ სხვადასხვა გამაა რა. ყველაზე დაბალი გამა ბევრად უფრო 3-ჯერ 4-ჯერ უფრო მაღალი ფასი არის ვიდრე ევროპის ქვეყნებში. ანუ როგორ შეიძლება რომ მე პორტუგალიაში უფრო გემრიელი კერძი მქონდეს ვიდრე საქართველოში ქართულ რესტორანში. ხდებით? 3-4-2 დანახევარი 270 ღორის ხორცში ვიხდი ევროს. ხდებით? ბოსტნეულზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. და ეს ყველაფერი ჩვენთვის ძიმე არის საქართველოში. ხდებით? ამის ობიექტის შენახვა ძალიან ძვირი გვიჭდება ეს რომ ვაკეთოთ, მაგრამ სხვა გაკეთება არ ვიცი, სხვა რამის გაკეთება არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. გურამ ბაღდაშვილი, რესტორატორი და რესტორან ჩვენის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. საუბრობდით სარესტორნო ბიზნესში არსებულ გარემოზე.